პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა. წულუკიანის თქმით, დასკვნა გამოკითხულ პირთა ახსნა განმარტებებს, განცხადებებს, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს დაეფუძნა. ოცნება დასკვნას სავარაუდოდ სექტემბერში პლენარულ სხდომაზე წარადგენს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისია ისევე როგორც დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, საგამოძიებო კომისიას რეალური ფუნქცია არასდროს ჰქონია. მათივე თქმით, კომისია რუსულ საქმეს აკეთებს, ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და მისი მთავარი მიზანი ოპონენტების პოლიტიკური დევნაა. ეს კომისია თავიდანვე რაღაც სანახაობის ფუნქცია ჰქონდა, რომ ხალხს ყურადღება გადაეტანა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ამ რაღაც ვითომ გამოძიებაზე, არც მაშინ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული ღირებულება როგორც გამოძიებას და არ მგონია რომ ამ კომისიის შედეგად რამე შეიცვალოს. ბოლოს და ბოლოს მინდა რამეს გამოძიება თუ უნდა და ისედაც გამოიძიებდა კომისიის გარეშე. ამიტომ რაღაც გარკვეული რაღაც კლოუნადის ნაწილი დასრულდა და ალბათ ქართული ოცნების რაღაც რადიკალური ამოჩევის რაღაც ნაწილი შეიძლება კმაყოფილი იყოს, მაგრამ სამყაროში არაფერი არ შეიძლება და იმედია მეტი ასეთი რაღაც გამოგებრობები, რომელიც საგამოძიებო კომისია უმრავლესობის მიერ დაინიცირებული არ განმეორდება ჩვენ ქვეყანაში. ეს რუსული კომისია არის შექმნილი ერთადერთი მიზნით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის, ასე ვთქვათ, ახალი მძლავრი ინსტრუმენტის შექმნის მიზნით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის დასკვნას ექნება სწორედ ეს დანიშნულება, რომ ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტიის საქმიანობა შემდგომ შეიზღუდოს და სავარაუდოდ აიგრძალოს საქართველოში, იმიტომ რომ ესეთი არის რუსეთის დავალება. ეს არის ეროვნული ღალატის კომისია. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ ასევე იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია. დღეს, როდესაც მართვის ბერკეტები არა აქვთ, კვლავ ეს განწყობა პოლიტიკურ გუნდში, პოლიტიკურ გუნდად წოდებულ ადამიანთა გაერთიანებაში საფრთხეს ქმნის ასეთი პროცესის, აი ამ დაშვების, ადამიანების უფლებების ესეთ მასიური დარღვევის, საქართველოს ინტერესების გაყიდვის კვლავ წარმოშობის საფრთხეს. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება ეს ერთი, მაგრამ არ უნდა იყოს დაშვებული არც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომელიც სათავეში მოვა ის უბედურება, რაც პატარა საქართველოს გააწიეს ამ ხნის განმავლობაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა სასამართლოზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ამაღლობელის თქმით, საპროცესო შეთანხმების შეთავაზება მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. ამაღლობელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაზისთვის სილის გაცვლა პოლიციაზე თავდასხმა არ ყოფილა. ადვოკატები ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს. მათი თქმით, მედია მენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. საპროცესო გარიგების შეთავაზება კი პოლიტიკური манипуლირებაა. დასკვნით სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭირად მისი ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ. პროცესის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, სისტემის მიზანი ამაღლობელის მორალური გატეხვა. ადვოკატებსა და მმართველი გუნდის ოპონენტებს სასამართლოს სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვთ და აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის განაჩენი საქმის მსგავსად პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. პროკურატურა მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას თავაზობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში თითქმის 7 თვის განმავლობაში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა. ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ. მზია ამაღლობელმა სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძე სილა გააცნა. გამოძიება მას პოლიციაზე თავდასხმას ედავება.
ნინო სახელაშვილი, რომელიც ასრულებს რუსული რეჟიმის დავალებას, მას არანაირ გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ გაათავისუფლოს მისი ამაღლობელია შეცვალოს კვალიფიკაცია. ერთადერთი იმედი არის საზოგადოებრივი წმეხი და საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც ხადად ამბობს ერთ მარტივ პროცენტულობას. მზი ამაღლობელი არის მსხვერპლი, სისტემის მსხვერპლი და სიმბოლო, რომელიც წევს წინააღმდეგობას და არანაირად არ დაყვება იმ შეთავაზებებს, რომელიც კეთდება რეპრესიული სისტემის მხრიდან, ბოდიშის მოხდაზე თუ ასე შემდეგ. ქართული ოცნება ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ მორიგ ნაბიჯებს დგავს. შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი თბილისში ლევო ძლიერის საქართველოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე ცნობით ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ თუ ინფორმაცია მართალი აღმოჩნდება, დადასტურდება, რომ გერმანიის ელჩი პოლიტიკურად ოპოზიციური პარტიის მხარესაა. ლევო ძლიერის საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით უპასუხა. მისი თქმით, გერმანიის ელჩსა და მის ცოლს შორის არსებული ქირავნობის ხელშეკრულება კანონის სრული დაცვითაა გაფორმებული. მისი განმარტებით, გასულ კვირას მისმა ოჯახმა აღმოაჩინა ბიუჯეტში გადასახადის საკითხთან დაკავშირებული შეუსაბამობა, რაც დაბეგვრის ნაწილში იყო წამოჭრილი. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მისი ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად გაისტუმრეს, რითაც საკითხი სრულიად ამოიწურა. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, მართველი გუნდი საკითხს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს. რა თანხას ასახელებს ბერლინის წინაშე ანგარიშის დროს და რა თანხა ქვეყნდება იმ დოკუმენტებში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ეს ერთი საკითხი, ანუ სამართლებრივი საკითხია. მეორე საკითხია პოლიტიკური ასპექტი ამ თემისა. ქირაობდე სახლს პოლიტიკოსის, პოლიტიკური ლიდერის ოჯახისაგან და მასვე უჭერდე მხარს პოლიტიკურად, მათ შორის კონკრეტული აქტივობებით, ეს არის ყოველადი დაუშვებელი ვითარება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც ჩსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. შელაპარაკების შემდეგ კი დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისში ამერიკული სკოლა გაიხსნა. დღეიდან საქართველოში პირველად მოსწავლის მიერ მართული განათლების ტექნოლოგია ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლის პროცესი ნებაყოფლობითი იქნება. სკოლის შემქმნელების თქმით, ბავშვები თავად დაისახავენ მიზნებს და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას ისწავლიან. ჩვენი სკოლა იქნება სრულიად განსხვავებული იმ ტრადიციული განათლების ფორმისგან, რომელიც თითოეულ ჩვენთანგანს გვაქვს გამოვლილი. მთავარი განსხვავება არის, რომ ამ სკოლის მართვა ბავშვებზე არის. ბავშვებზე გადადის საკუთარი სასწავლო პროცესის მართვა. ისინი ფაქტობრივად თავის რეჟიმში საკუთარ თავს შეეჯიბრებიან. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ თითოეულ ბავშვი აღმოვაჩინოთ ის ნიჭი, რომელიც მას აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სკოლაში ის ბავშვები არ სწავლობენ რაღაც კონკრეტულ საგნებს, არამედ ბავშვები ემზადებიან კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. ანუ ისინი სწავლობენ, როგორ ისწავლონ, ანუ როგორ იყვნენ კარგი მეგობრები, კარგი შვილი. ჩვენ რადგან შინაარსი სხვა არის, რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ აქ ბავშვებთან, ამიტომ მასწავლებლობა არ უდგება შინაარსით. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ შევთანხმდით სიტყვაზე მეგზური. უნდა დააკვირდე ბავშვებს, გაიგო მაგათ რა უნდათ, უნდა აღიქვა ისე როგორც მართლა ნამდვილი ადამიანი და არ უნდა მოექცა ისე როგორც პატარას და რომელმაც არ იცის რა უნდა. მე ვთვლი, რომ საერთოდ თავარი ღირებულება რაც შეიძლება ადამიანს მისცემ არის წმენაში რა, მე ვთვლი, რომ ბავშვს უნდა გაუღვიო რწმენა. ტრადიციული სკოლებისგან განსხვავებით ამერიკულ სკოლაში არ იარსებებს მასწავლებლის დაწერილი ნიშნები. არ იქნება საშინაო დავალებები, ასაკობრივი კლასები და საყოველთაო არდადეგები. სწავლის პროცესს კი მოსწავლეები თავად წარმართავენ. ჩვენი სკოლა იქნება სტანდარტული სკოლისგან 180 გრადუსით საპირისპირო. აქ ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ ბავშვმა მიიღოს გადაწყვეტილებები, მას ჰქონდეს ბევრი თავისუფლება, მაგრამ თან ბევრი პასუხისმგებლობაც. აქ ბავშვებს არ შეადარებენ ერთმანეთს, ანუ ნიშნები არ დაიწერება, არამედ ბავშვი შეედრება მარტო თავის გუშინდელ მეს.
და მისი მიზანი იქნება თავისთავად საჯობოს. ზოგადად მსგავსი ექტონური სწავლის მოდელიც თუ თავისუფალი სწავლის მოდელიც იმაზეა დაფუძნებული, რომ ბავშვებს მივცეთ აზრის გამოხატვის საშუალება და ასევე მოქმედების საშუალებაც. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანია ის, რომ ნებისმიერი ჩემი მოქმედებით, კითხვით, მათთან დამოკიდებულებით ის თავისუფლება გავუღვიო. და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივაწოდო, რომ ცნობის მოყვარეობა, რომელიც ბავშვობიდან აქვთ, უფრო და უფრო გაუღვივდეთ და ბევრი ხელსაწყო გქონდეთ, ჩემი დახმარებით, რომ ეგ ცნობის მოყვარეობები დაიკმაყოფილონ. ნიშნულოვანია, რომ მოსწავლეები სკოლის მიერ გაცემული ატესტატით ამერიკასა და მსოფლიოს 22 ქვეყანაში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. ჩემთვის ეს სკოლა, ჩემთვის დავარქვის თავის სახელი, რომ ეს არის რაღაცა თავისუფლების კუნძული. იხსნება, რომელიც გასაქანს მისცემს სხვა ბავშვებსაც, რომლის მშობლებიც ჯერ ვერ მიხვდნენ, არ არიან მზად ესეთი ცვლილება განახორციელონ თავიანთ ბავშვებს, მაგრამ მიხვდება ყველა მშობელი მაინც მოწოდებულია იმისკენ, რომ კარგი უნდა თავის შვილის, შეიძლება ვერ ხვდება, შეიძლება რაღაცნაირად გაჭედილია, იმაზროვნებაშია ჩარჩენილი, მაგრამ როდესაც დაინახავს რეალურ შედეგებს, ის აუცილებლად მოვა მერე და მათ დაველოდებით აუცილებლად ამერიკულ სკოლაში ამბობენ, რომ მათი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, რომ საკუთარი შვილების სწავლის პროცესი მაქსიმალურად სახალისო და საინტერესო გახადოს. დონალდ ტრამპის განცხადებით მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში ჩავა. მისი მეთქმით, უიტკოფი რუსეთს 10 დღიანი ვადის ამოწურვამდე ესტუმრება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მისცა. როგორც ტრამპმა თქვა, ვიზიტი 6 ან 7 აგვისტოს გაიმართება. 14 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში რუსეთის სავაჭრო პარტნიორობის წინააღმდეგ მეორედ 100%-იან ტარიფს ააწესებს, თუ 2 სექტემბრამდე უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა. მოგვიანებით ტრამპმა ესვა და 10 დღემდე შეამცირა. ძლიერი წვიმის გამო პეკინის უმეტეს ნაწილში უსაფრთხოების მაქსიმალური დონე გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს აუცილებელი საჭიროების გარდა საცხოვრებლები არ დატოვონ. როიტერსის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში შაბათ-კვირას მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, რომელშიც 1300-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა, 5 ცხედარი იპოვეს. ივლისის ბოლოს პეკინში რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმების შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, მიუნის რაიონში მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა.